უკრაინა საბოლოოდ მიიღებს პატრიოტის რაკეტებს, თუმცა სანაცვლოდ გაკიდის საკუთარ ფრთოსან რაკეტებს. ეს ნამდვილი გარღვევაა უკრაინასა და გერმანიას შორის ურთიერთობებში. გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ გამოყო 12 მილიარდი ევრო ბუნდესვერის სარაკეტო არსენალის შესავსებად. და როგორც ოფიციალური დოკუმენტებიდან გახდა ცნობილი, გერმანია მზად არის ერთდროულად ორი ტიპის რაკეტა შეიძინოს უკრაინისგან. ეს არის ბარსის რაკეტები, რომელიც ეკუთვნის დაუსახელებელ უკრაინულ კომპანიას. და ფლამინგოს რაკეტები, რომელიც ეკუთვნის უკრაინულ კომპანიას Firepoint. და დღეს კიევში ჩამოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული, რათა ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობის შემდგომი განვითარება განეხილოს. მან განაცხადა, რომ გერმანია მაინც იპოვის და გადასცემს უკრაინას პატრიოტის რაკეტებს, რათა დაიცვას რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან ამ ზამთარს. ასევე გააძლიერებს ერთობლივ წარმოებას დარტყმითი უპილოტო აპარატების. მაგრამ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მხარეებმა გააძლიერეს თანამშრომლობა უკრაინული ანტისარაკეტო სისტემის ფრეიას შემუშავებაში. და გერმანელებიც აქ მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყოთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და აუცილებლად დაწეროთ თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ასე რომ გერმანია გეგმავს დახარჯოს 12 მილიარდი ევრო ახალი შორ მანძილზე მოქმედი იარაღის არსენალის შესაქმნელად, რომელიც უნდა გააძლიეროს გერმანიის უნარი შეაკავოს ბინძური რუსეთი. საუბარია რამდენიმე ტიპის რაკეტაზე, იაფფასიან სისტემებიდან, რომლებიც შეიძლება მასობრივად იწარმოებოდეს, ამერიკულ ტომაჰავკებამდე და პერსპექტიულ ჰიპერბგერით იარაღამდე. ამის შესახებ გახდა ცნობილი გერმანიის თავდაცვის სამინისტროს შიდა დოკუმენტიდან, რომელიც აღმოჩნდა პოლიტიკოს ხელში. ახალი იარაღი გერმანიის ჯარებს უნდა მისცეს შესაძლებლობა დაარტყან სამიზნეებს ასეულობით და თუნდაც 1000-ობით კილომეტრის მანძილზე პოტენციური მოწინააღმდეგის, ანუ რუსეთის ტერიტორიაზე. შესაძლო სამიზნეებს შორისაა სარდლობის ცენტრები, აეროდრომები, სარაკეტო გამშვები დაანდგარები და ლოგისტიკური კვანძები. და გერმანიის თავდაცვის სამინისტროში შორსროლეი დათმის შესაძლებლობების განვითარებას გერმანიისა და მთლიანად ნატოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ასახელებენ. მიზანია მიიღონ შესაძლებლობა მტრის ზურგში ღრმად ჩვეულებრივი იარაღით მიაყენონ დარტყმები ბირთვული ზღვარის გადაკვეთის გარეშე. და აი აქ ყველაზე საინტერესო ნაწილთან მივედით. რომელ რაკეტებს აპირებს გერმანია შეძენას? როგორც აღმოჩნდა, აქ უკრაინა პირველ რიგში დგას. ბუნდესვერში სარაკეტო პაკეტის მიღებას უკვე 2027 წელს გეგმავენ. ამ პროგრამის პირველი ნაწილი იქნება იაფი ფრთოსანი რაკეტა, რომლის გაფორმებასაც გერმანია აპირებს. გაშლას 2027 წელს აპირებენ. აქ მნიშვნელოვანი მომენტია. გერმანია ერთდროულად 3 ფრთოსან რაკეტას განხილავს, საიდანაც სურს 2 რაკეტა აერჩიოს. ეს არის ანტემის რაკეტა ამერიკულ-ისრაელური სტარტაპიდან Covenant Industries. ეს არის ბარსის რაკეტა, უსახელო უკრაინული კომპანიისგან. და ასევე ფლამინგოს რაკეტა, რომელიც ასევე უკრაინულ კომპანია Firepoint-ს ეკუთვნის. როგორც ხედავთ, თუნდაც არჩეული იყოს ანტემის რაკეტა და კიდევ რომელიმე სხვა, ნებისმიერ შემთხვევაში ეს მეორე უკვე უკრაინული იქნება. გერმანელები ფსონს უკრაინულ ფრთოსან რაკეტაზე დებენ. ბერლინი აწარმოებს მოლაპარაკებებს 2 პოტენციურ მომწოდებელთან კონტრაქტებზე და სურს მიიღოს რაკეტები საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის უკვე მომავალ წელს. ამის შემდეგ იგეგმება ჩარჩო შეთანხმებების გაფორმება მათი მასობრივი წარმოებისთვის. და ის სწორედ ამასთან არის დაკავშირებული გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელი ვიზიტი კიევში. გერმანიის თავდაცვის სამინისტროში ასეთ რაკეტებს განიხილავენ როგორც ეკონომიკურად ეფექტურ იარაღს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია დიდი რაოდენობით უფრო ძვირადღირებულ შორ მანძილზე მოქმედ სისტემებთან ერთად. როგორც ვიცით, რაკეტა ფლამინგო რამდენჯერმე იაფია ანალოგებთან შედარებით. ოფიციალურად გამოცხადებულია, რომ მისი ღირებულება დაახლოებით 500.000-ია. ასეთი მიდგომა განსაკუთრებით უკავშირდება რუსეთის ომის გამოცდილებას უკრაინის წინააღმდეგ, სადაც შორ მანძილზე მოქმედი უპილოტო აპარატები და რაკეტები გამოიყენება სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, სამრეწველო ობიექტებსა და ნავთობ გადამამუშავებელ საწარმოებზე დარტყმებისთვის. პროგრამის მეორე ელემენტი იქნება ამერიკული ფრთოსანი რაკეტები Tomahawk. და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა უკვე ივლისის დასაწყისში განაცხადა ბუნდესტაგში, რომ გერმანიამ შეერთებულ შტატებთან შეთანხმებას მიაღწია Tomahawk-ების შეძენასა და მათი გერმანიის ტერიტორიაზე განთავსების შესახებ. შიდა დოკუმენტების მიხედვით გერმანია სურს მიიღოს საწყისი შესაძლებლობა გამოიყენოს ამერიკული გამშვები და ანგარები ტაიფუნი Tomahawk-ის რაკეტებით.
ამ ათწლეულის ბოლომდე. ეს უნდა მისცეს გერმანიას შესაძლებლობა მიიღოს გამოცდილი შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, მანამდე სანამ დასრულდება საკუთარი ევროპული სისტემების შემუშავება. რაც შეეხება საკუთარი სისტემების შემუშავებას, ყველაზე ძლიერი იარაღი შეიქმნება ერთობლივად დიდი ბრიტანეთთან. ბრიტანელებთან ერთად გერმანია განახორციელებს კიდევ ორ ნაწილს: სარაკეტო პროგრამებს. კერძოდ, ორი ქვეყანა მუშაობს ახალ მაღალტექნოლოგიურ ფრთოსან რაკეტასა და ჰიპერბგერით პლანირებად იარაღს. და სწორედ ეს მიმართულება წარმოადგენს გერმანული პროგრამის ყველაზე ძვირადღირებულ ნაწილს. როგორც მივხვდით, არსენალის გაზრდა ხდება გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობის გაფრთხილებების ფონზე, რომ 10 წლეულის ბოლოსთვის შესაძლოა გაიზარდოს რუსეთის საფრთხე ნატოსთვის. ბერლინის ჩანაფიქრით მომავალი შეკავების სისტემა უნდა გახადოს რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურა პოტენციურ სამიზნედ, თუნდაც ფრონტის ხაზიდან საკმაოდ დიდი მანძილით დაშორებით. და აი დღეს კიევში ჩამოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი იოხან ვადეფული. და მან კონკრეტიკის გარეშე განაცხადა, რომ გერმანია და უკრაინა გააგრძელებენ თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვის სფეროში. კერძოდ საუბარია შეიარაღების ერთობლივ წარმოებაზე, სანქციებზე რუსეთის წინააღმდეგ და მისი გაკინული აქტივების გამოყენებაზე თავდაცვისთვის. შემდეგ უკვე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ შეახსენა, რომ სწორედ გერმანია გახდა პირველი ქვეყანა, რომელთანაც უკრაინამ დაიწყო უპილოტო აპარატების ერთობლივი წარმოება. საუბარია კერძოდ საბრძოლო უპილოტო აპარატ ლინზასა და სახმელეთო დრონ ტერმიტზე. და სიბიგამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ნაწილია იმ შეიარაღებისა, რომელსაც ქვეყნები ერთად შეიძლება აწარმოებდნენ. მაგალითად, სიბიგას თქმით, პროექტ ფრეიას განხორციელება გრძელდება, ეს არის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა, თუმცა უკრაინა ცდილობს დააჩქაროს პროცესი, რადგან ბალისტიკური საფრთხეებისგან დაცვა კრიტიკულია. სიბიგა ამტკიცებს, რომ ყველა პოლიტიკური ბარიერი უკვე გადალახულია, ხოლო მუშაობა გრძელდება უშუალოდ მწარმოებლებსა და სხვა მონაწილეებს შორის, რომლებზეც უკვე პროექტის პრაქტიკული განხორციელებაა დამოკიდებული. მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ფრეია მნიშვნელოვანი არა მხოლოდ უკრაინისთვის. პროექტი დაკავშირებულია ევროპული ციის დაცვის გაძლიერებასთან, უკრაინის თვითკმარობასა და სამოქალაქო მოსახლეობის დაცვასთან. სიბიგამ ცალკე აღნიშნა გერმანიის როლი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში. მან მადლობა გადაუხადა ბერლინს უკრაინისთვის გადაცემული პატრიოტის, აირესტის, გეპარდის და სხვა აღჭურულობისთვის, რომელიც უკრაინელების დაცვაში ეხმარება რუსეთის თავდასხმებისგან. და სწორედ ამ ფონზე დღეს იოხან ვადეფულმა ოდნავ გაამჟღავნა დიპლომატიის საიდუმლოება. მან განაცხადა, რომ სწორედ გერმანია მუშაობს აქტიურად ევროპელებთან და აშშ-თან ერთად, რათა რაც შეიძლება მალე შეიკრას პეტრიოტის რაკეტების პაკეტი უკრაინისთვის. და აღნიშნა, რომ დღეს კიევში იმყოფება ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელობი, რომელთანაც ზელენსკიმაც განიხილა პეტრიოტის რაკეტების თემა, იმაზე, რომ თითქოს უკრაინა მზადაა შეიძინოს ეს რაკეტები ამერიკელისგან. და მე ვეჭობ, რომ გერმანია მზადა, თუ საჭირო გახდა, გამოყოს ამისთვის თანხები. აქ 3 წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. ეს იყო ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობა.